სრული ანშლაგი პიაცას მოედანზე და მაესტროსთვის სპეციალურად მომზადებული ფერადი ქოლგები, მიშელ ლეგრანის კლასიკად ქცეული კინომუსიკა მაესტროსთან ერთად მისივე ფავორიტმა მომღერალმა თამარ გვერდწითელმა შეასრულა. კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად საქველმოქმედო ფონდ იავნანას ანგარიშზე გადაირიცხა. საღამოს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და პრეზიდენტიც ესწრებოდა. ათობით ფერადი ქოლგა პიაცას მოედანზე მაშინ გაიშალა, როდესაც მიშელ ლეგრანმა და თამარ გვერდწითელმა შერბულის ქოლგების ცნობილი მელოდიის შესრულება დაიწყეს. ასეთი სიურპრიზი მაესტროს მაყურებელმა მოუმზადა. შერბულის ქოლგებამდე დიდი მაესტრო როიალს მიუჯდა და ორკესტრთან ერთად ყველა თაობის საყვარელი კინომუსიკა აჟღერა. ამ მელოდიებმა ავტორს მსოფლიო აღიარება და უამრავი ჯილდო მოუტანა. Des quatre saisons, tu fais tourner de ton nom tous les moulins de mon მოგვიანებით სცენაზე გაისმა მუსიკა, რომელიც მიშელ ლეგრანმა სპეციალურად თამარ გვერდწითელისთვის 20 წლის წინ დაწერა. ქართულმა აუდიტორიამ ეს სიმღერა პირველად ბათუმის პიაცაზე მოისმინა. სასიამოვნო იყო აქ ყოფნა. მე და ჩემმა მეგობარმა თამარმა კიდევ ერთხელ ვიმღერეთ ერთად. შევხვდით პრეზიდენტს და პატრიარქსაც. ძალიან სახალისო იყო ისიც, რომ ჩემი სიმღერის დროს მაყურებელმა ქოლგები გაშალა. მართლა კარგი გადაწყვეტილებაა. თამარ გვერდწითელმა პიაცას კონცერტისთვის ქართული და ფრანგული რეპერტუარიდან ის სიმღერები შეარჩია, რომლებაც კარიერის სხვადასხვა ეტაპზე მას სახელი გაუთქვა და მსოფლიო დონის ვარსკვლავად აქცია. მე მგონი რომ ადამიანი ყოველთვის ეჭვით არის შეპყრობილი, რომ ისე უყვართ თუ როგორც მას გონია და უდიდესი სიყვარული და ურთიერთგაგება დამყარდა ჩემსა და მაყურებელს შორის. და ამიტომაც ალბათ გავიმევდით ბათუმი, იმიტომ რომ ამ ბრწყინვალე სცენაზე ამ ულამაზეს ჩვენს ქალაქში მარტო ალბათ ესეთი მუსიკა უნდა აღღერებულიყო. და რაც შეგვეძლო ყველაფერი ჩვენი სულის ნაწილი დავტოვეთ სცენაზე დღეს. მოგვიანებით სცენაზე პაატა ბურჭულაძე გამოვიდა და მაყურებელს მიშელ ლეგრანისა და თამარ გვერდწითელის გადაწყვეტილება გააცნო. საღამოდან შემოსული თანხა კონცერტის მთავარმა გმირებმა მთლიანად ფონდ იავნანას უმწე ოჯახების დახმარებისთვის გადარიცხეს. თან მორიდებული გოგოა ჩვენი თამრიკო. და ამიტომ მე დღეს აქა ვარ, იმიტომ კი არა რომ რამე დავიმსახურე, დაიმსახურე ამ ქალბატონო, იმიტომ რომ დღევანდელი შემოსავალი მათ და ბატონმა ლეგრანმა შემოწირეს ფონდ იავნანას. ისა დიდი მადლობა. ბედნიერი ვარ რომ ხალხი ზრუნავს ჩვენ ბავშვებს. საჭიროა, ყველამ უნდა ვიზრუნოთ. გრანდიოზული საკონცერტო პროგრამა პიაცაზე საათნახევარი გაგრძელდა. საფინალო სიმღერა თამარ გვერდწითელმა ანსამბლ შვიდკაცასთან ერთად ბათუმს მიუძღვნა.
აქტოვანებულები ვართ. თამრიკო მაინც საუკეთესო იყო. ბათუმური კონცერტით მიშელ ლეგრანი თავის ბოლო საკონცერტო ტურნეს იწყებს, რომლის დასრულების შემდეგაც ის დიდ მუსიკალურ სცენას დაემშვიდობება.